მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტე მეთამაშე კლასიკი ერანჯელის სოლო სკვადის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი წესი შემოვიღე თუ გავიდოდი მეორე ან მესამე ადგილზე, ანუ ტოპ 1-ის გარდა ყველა ადგილი, ანუ მხოლოდ ტოპ 1-ის შესგასვლა შემიძლია. თუ ვერ გავედი ტოპ 1 ადგილზე, მომიწევს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, იშვიათი და გრანდიოზული სკინის ყიდვა PUBG Mobile-ში. და როგორ სკინზე ვლაპარაკობ, რატო არის ძვირი და რატო არის იშვიათი? ახლა ისეთი იშვიათი აღარ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ დღემდე იშვიათ სკინა რჩება. და რომელ სკინს ვლაპარაკობ და რა სკინზე და რამას, გაიგეთ ვიდეოს ბოლოში თუ არ გავედი ტოპ 1 ადგილზე. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ წინა ვიდეოებზე გამოხმაურებაზე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ბევრი ლაიკი და ბევრი ნახვა დააგროვა ცოტა ოდენ დროში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობა გიხდით, მართლა, აი ძალიან გამიხარდა. ასევე მეგობრებო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, გამოწერა არხის და შემოხვიდეთ არხის Discord-ზე, რომლის ლინკი იქნება აღწერაში და ზოგადად არხის ბიოშიც. და რავი მეგობრებო, თავს აღარ მოგაბეზრებთ. მოდი პირდაპირ დავიწყო და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მოკლედ ძალიან დიდად კემპერობა არ მიზდა და გადავწყვეტი რომ სკულში დავშვებულიყავი სკულის ბაიტებში, რადგან აქ უფრო მეტად ყველაზე მეტი ხალხი იკრებება ხოლმე და მოკლედ როგორც ხედავთ სამწუხაროდ არავინ დაეშვა, აგერ მინითხრათ ვახ, ეს საიდან გაჩერდა ძმა? შემეში, აუ, ამას ხედავ. ნახე რა მოძრაობებია ჯერ ძვის ვარ, აუ, დაწყნარდი ძმა, დაწყნარდი ნახე აქ ტომსონი რო იყო ეს უეჭველი გადამაკლავდა ეგრევე და ამიტომაც ამის დაფინიშება მომიწია სამწუხაროდ. ეხლა კი მოდი დაბლა ორი კაცი დარბის და იმას მივხედოთ. საბოლოოდ აქ ერთმა კაცმა თვითონ დამრაშა, მე ჩამოვარდი და რასაც ქვია, იქიდან არ გამოდიოდა, გრენედებით შემომიგდო და 8 ჯერ ავიცილე და საბოლოოდ თვითონ გადაწყვიტა დაერაშა, რა იცოდა რომ ერთ-ერთი გამარტყა, იმიტომ რომ თვალებიდან ძლივს იხდებოდა და ნახოთ ახლა შემდეგში ხალხი სად იქნება, იმედია ადვილად მოვიგებ ამას და აწაგება არ მომიწევს, ნახოთ აბა ახლა სხვა ხალხი სად შეიძლება ვიპოვოთ. ძმა ცოტა დაწყნარდი შენ. იმ კაცს ცოტა არ იყოს და მოვერიდი, რადგან ძალიან გიჟივით ისრო და იმენა ერთ კვირაში რამის დამდგა. აქაც ერთი კაცი მომყალი ადვილად. აქ მე ერთი კაცი შემომჩნიე, ეგრევე ბოტი იყო და არც კი დავფიქრდი, ეგრევე დავანოკე დავაფინიშე. რადგანაც ქილები ჩამთვლოდა ადვილად და გადავწყვეტე მეორე სართულზე მაინც ჩავსულიყავი, რადგან იქით უფრო კარგად დამენახა სიტუაცია. ხმების და მიხედვით აქეთ ბაგი მოაყენეს, რა ვიცი, ძალიან სროლა ატყდა და არ ვიცი სად არის და ეს ბოტი იყო თუ ვინ მოკვდა ძმა, ეგრევე ერთ კვირაში ეგრევე დავანოკე და უკვე როგორც ხედავთ ტოპ 20-ში შევედით, ძალიან კარგად მიდის. ჯერჯერობით მატჩი და ნახოთ აბა ახლა იქნება აქეთკენ იყოს ვინმე, ჯერჯერობით არავინ ჩანს და ნახოთ ახლა ბოლო სართულზე ავიდეთ და ვინმე თუ გამოჩნდება იქიდან დავნოკოთ და დავაფინიშოთ ეგრევე. ჩემ წინ ვიღაცა დავინახე, თავი გამოყო და გადავწყვიტე რომ გრენედი ჩამეგდო ადვილი ქილი იქნება და ჩემთვის და ვახ თვითონ ჩამოვიდა. ხო რაღა დავა ძალიან იმან დამასრო. ვაიმე. მეგობრებო, რაც არის, დროა გადავიდეთ სკინის ყიდვასა და განახოთ რომელი სკინის ყიდვას ვაპირებ. მოკლედ, საბოლოოდ გადამოვინაცვლეთ ლობიში, დრო მოვიდა რომ ვიყიდოთ ის სკინი, რაზეც ვლაპარაკობდი, ასევე მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ვიდეოდან, ვიდეოზადებიდან არა, შემდეგი ვიდეო, მაგის შემდეგი ვიდეო რაც დაიდება, მინდა თქვა რომ გამოსწორდება ხარისხი ვიდეოსი, ვინაც არის ის ხარისხი იყო 720-ზე და ძალიან იშვიათად 1080-ზე რო ადიოდა, მაგრამ შემდეგი ვიდეოები რო დაიდება, მინიმუმ იქნება 1080-დან 1440-მდე, ანუ ბევრად უკეთეს ხარისხი იქნება ვიდრე იყო ხოლმე და ასევე მეგობრებო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება და მოდი გადავიდეთ ყიდვაზე. მეგობრებო, უკვე ხედავთ რომ მე აქ 3 კრისტალი, რისი დახმარებით ვიყიდი იმ სკინეს, რისი ყიდვაც მინდა, მაგრამ შევეცდები რომ ავაგროვო 5 კრისტალამდე. ეხლა მეტყვით 3 კრისტალი გაქვს, მაგრამ 5 კრისტალი როგორ ააგროვებ და დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. პირველი შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ეს გადავიყვანოთ ერთი მასზე, ზუსტად 30 მაქვს კრისტალს ცემს. როგორც ხედავთ, აგერე ერთი კრისტალი მომცა, შვენიალური. მაგრამ თავარი კითხვა ეხა იქნება 4 კი მაქვს, მაგრამ კიდე რომ მქონდეს უკეთესი იქნება და შემდეგი 5 იქნება ასეთი, 5 უნდა გავხსნა და 5-დან ვარდება 1-დან 10-მდე, ანუ 5 რო დამიგდოს ეგრევე 100-დან 10-ები, რაც ძალიან მეეჭვება, რომ დამიგდოს ეგრევე გადავცვლი კრისტალში რა. მოდი, ორ ცალს გავხსნი. ეგრე მიჩვენია. და ნახოთ რა მოხდება. 2, 3, შვენიალური, ცუდი არ არის და 3 ერთდროულად გავხსნი. ეს შვენიალური არ იყო, მაგრამ ეგ არაფერი. როგორც ხედავთ, საბოლოოდ ისევ არ გამომივიდა, როგორც ხედავთ, სკინებზე დავაგდე 50%-იანი ფასაკლება და ყველა სკინის ყიდვა შემიძლია 50%-ის ფასაკლებით და როგორც ხედავთ, ერთი სკინზე მაკლება
ანუ სკინზე მოკლდება ერთი ცალი კრისტალი რა და ეხა მე სიბრძნე ვარ რომ ერთი ცალი კრისტალი არ გავაჩინო და ну მოკლედ როგორც ხედავთ არსაინან დამისპაუნდა ერთი ცალი კრისტალი როგორც ყოველთვის მე უძლიერესი ვარ და ეგეთ რაღაცებს ვარ ხერხებ მაგრამ ახლა გაჩნდა მთავარი კითხვა რომელ სკინს ვიყიდით თქვენი აზრით ზოგადად სკინებიდან რომელიც მინდა და იყო აი ეს სკინი არის ულამაზესი სკინი აი ძალიან ლამაზი მაგრამ იმიტომ გადავიფიქრე რომ ემოცია არ აქვს მაგრამ შეიძლება ვიყიდო შემდეგი სკინი იყო ეს მაგრამ ამ სკინს იმიტომ არ ვიყიდო რომ გლაციერი სკინი უკვე მაქვს და აღარ მინდა მეორე გლაციერი სკინი მქონდეს ну შემდეგი სკინი არის შემდეგი სკინი იყო ეს მაგრამ იმიტომ არ ვიყიდე რომ რაღაცნაირი სკინია სიმართლე რომ გითხრათ ძალიან რაღაცნაირია ასე მინდოდა ეს სკინი რომელიც ძალიან ბრწყინავს და მაგით მომწონს ეგეთი სკინი რა თქმა უნდა იდეაში შედის ეს სკინიც მეგობრებო რომელიც ემოციის გამო თუ იყიდი მარტო ამ სკინს ულამაზესი ემოცია აქვს როგორც ისევე ამ ემოციას ეს ემოციაც ძალიან მიყვარს ეს ემოცია და ჩემი ბავშვობის რასაც ქვია პატარაობიდან მოყოლებული მიყვარდა აი ეს სკინი რატომ მიყვარდა ეს სკინი არ ვიცი მაგრამ დღემდე რაღაცნაირად მიყვარს ეს სკინი მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ამ სკინს არ ვიყიდით იმიტომ რომ ну ჩემი ტიპის სკინი არ არის რა ну საბოლოოდ მოდი ბევრი აღარ ვიფიქროთ, როგორც thumbnail-ზე მივხვდებოდით, ყიდულობთ ამ skins. და რატომ ყიდულობთ ამ skins? თუ გამოიცნობთ, ემოციის გამო. დიახ, ემოციის გამო ყიდულობ ამ skins. ნუ სკინი ჩემი აზრით ეს სკინი არის ძალიან იშვიათი სკინი PUBG Mobile-ში, ძალიან ძვირად ღირებული და ჩემს დაკრო შემოიტანეს ცოტა იყოს და ტეხავს ასე ვთქვათ. და ნუ მოკლედ მეგობრებო, თქვენ რომ skins აიჩერეთ ასევე დამიწერეთ და მოდი დრო აღარ გავწეროთ და პირდაპირ ვიყიდოთ სკინი. ულამაზესი სკინი. აი, მაშა გეუბნებით ძმები. ну, საბოლოოდ როგორც ხედავთ, სკინი ესე გამოიყურება, ულამაზესი ანიმაცია აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცია აქვს PUBG Mobile-ში, რაც კი მინახე მე პირადად. არა, ბევრი საუკეთესო არცევს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი, აი, ძალიან ლამაზი ანიმაცია. ну, მეგობრებო, თქვენ არ დაგავიწყოთ ვიდეოს და ლაიქება და მიწერეთ თქვენ რომელ სკინს აიჩერეთ ამ კრისტალებიდან როგორც ხედავთ დიდად M4 გლაციერს არ უხდება სიმართლე რომ გითხრათ რაღაცნაირი სკინია M4 გლაციერისთვის მაგრამ ეგ არაფერი თავარია ანიმაცია იყო ამ სკინში ასევე შევეცდები მასკაც მოუძებნო ამ სკინს და რა ვიცი თავს აღარ მოგაფიცრეთ არ დაგავიწყეთ Discord-ზე შემოსვლა არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება და მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის